გამარჯობა ძვირფასო ტელემაყურებლებო. ეთერშია გადაცემა ნაცნობი სახეები. ჩვენი დღევანდელი გადაცემის სტუმარი გახლავთ ცნობილი ქორეოგრაფი, გორელებისათვის კარგად ნაცნობი სახე ბატონი თენგიზ ბაინდურაშვილი ოჯახურ გარემოში. ბლიც ანკეტა, ზოდიაქოს ნიშანის ასწორი, საყვარელი ქალაქი გორი, ცხოვრების მიზანი, ცეკვა და მხოლოდ ცეკვა, სანუკვარი ოცნება აღეზარდა ღირსეული შვილები, საყვარელი სადილები, ლობიო სოუზი, საყვარელი მწერლები ილია ჭავჭავაძე და ვაჟა ფშაველა, მისაბაძი ისტორიული პიროვნება, დავით აღმაშენებელი, ჰობი ცეკვა, საყვარელი ფრაზა, რომელსაც ხშირად იმეორებს, ჩემო სიცოცხლე. ბიოგრაფიული შტრიხები. თენგიზ ივანეს ბაინდურაშვილი დაიბადა 1948 წლის 20 ოქტომბერს ქალაქ გორში, მოსამსახურის ოჯახში. ყავს მეუღლე, 3 შვილი და 4 შვილიშვილი. 1966 წელს დაამთავრა გორის მეოთხე საშუალო სკოლა. სკოლაში სწავლის პერიოდში მეორე კლასიდან დადიოდა ამავე სკოლაში არსებულ ცეკვის წრეზე. მეხუთე კლასიდან გადაიყვანეს მშობლებმა პიონერთა სახლში, ქალაქის გაერთიანებული სკოლების მოსამზადებელ ჯგუფში. ამის შემდეგ შეიქმნა ანსამბლი, რომლის ხელმძღვანელები იყვნენ კუპრაძე, ლობჟანიძე, ერისთავი და ასაშვილი. 1964 წლიდან გადავიდა უფროსი თაობის ჯგუფში, რომლის შემდეგაც შეიქმნა ანსამბლი და მეათე კლასის მოსწავლე ხდება ანსამბლის სოლისტი. 1966 წელს მიიწვიეს სასოფლო სამეურნეო ინსტიტუტში ცეკვის ანსამბლში, რომლის ხელმძღვანელი იყო ბესიკ სვანიძე. 1968 წელს ჩააბარა გორის ნიკოლოზ ბარათაშვილის სახელობის სახელმწიფო ინსტიტუტში, ისტორია ფილოლოგიის ფაკულტეტზე, რომელიც 1972 წელს დაამთავრა. 1971 წელს მონაწილეობა მიიღო მეორე რესპუბლიკის ფესტივალზე, სადაც მიიღო ფესტივალის ლაურეატის წოდება. სხვადასხვა წლებში მიღებული აქვს ჯილდოები, სიგელები, ოქროსა და ვერცხლის მედლები. ამჟამად ჩამოყალიბებული აქვს ბავშვთა ქორეოგრაფიული სტუდია. ურთიერთობა მაქვს რაღაც სიყვარულს და მეტი გამოთქმა არ შეიძლება, რა ვთქვა რა. ბავშვებს უყვარდა რომ მორჩება რეპეტიცია მოდიან მეხვევიან ხოციან განსაკუთრებით გოგონები, პატარა გოგონები. მშობლებზე მეტი რა გითხრათ, რა შეყვარებულები ჩემ. რაღაც ერთი ორი წლის წინ შემოთხოვა გამორიცხული, მაგრამ რა მოხდა არ ვიცი, წნევა მომიწია და გავხდით თუ არა მშობლები, ისე მშობლებმა იშვილეს. დიდი მადლობა გადავხადე რომ გამოვიდე. გადაგოცნე კაცი სუპალარი უმაკითხეს, მომიკითხეს სახში. ამაზე მეტი ბედნიერება რა გაარსებობს. მას ცეკვისა და სიმღერის სიყვარული მემკვიდრეობით გამოჰყვა. იმდენად უყვარდა ბავშვობიდანვე ცეკვა, რომ ცხოვრების მიზნად ექცა გამოსულიყო ცნობილი ქორეოგრაფი. ამჟამინდელი გადასახედიდან ცხოვრების ხელხლა დაწყების შემთხვევაშიც მოცეკვავე გახდებოდა. თავის საქმეზე უზომოდ შეყვარებულ ადამიანს ცეკვის გარეშე სიცოცხლე წარმოუდგენლად ეჩვენება. ბავშვობაში ფიზიკურად ძალიან პატარა ტანის ყოფილა და ამის გამო ფიზკულტურის გაკვეთილზე მასწავლებელი გოგონებშიც კი ყველაზე ბოლოს აყენებდა რიგში. თავის სიცოცხლის გამო ხშირად ისჯებოდა მასწავლებლებისაგან. განსაკუთრებით პედაგოგებს მისი ყურების მოკაჩვა ყვარებიათ. მაშინდელ არც თუ ისე სასიამოვნო ფაქტებს დღეს უკვე ცნობილი ქორეოგრაფი ღიმილით იხსენებს. არც ის ავიწყდება თუ როგორ შეერქვა თავისი ზედმეტი სახელი ყურშა. დღეს მას ამ სახელს თითქმის ყველა ეძახის და რაც არ უნდა გაგიკვირდეთ, ეს სულაც არ წყის. როგორი ბავშვი ვიყავ და მოუწმენარი ბავშვი ვიყავ. დავიბადე გორის ციხის ძირში, საკუთარ სახლში. ეს ატყილისთანავე გორის ციხე იყო ჩემი იდეალი, ჩემი ყველაფერი. სადაც გავატარე 5 წლამდე დამთავრ ზაფხული. მაგრამ საინტერესო ისაა, რომ 5 წლამდე ლაპარაკი არ ვიცოდი ორი სიტყვის გარდა. არტო ვაკუდი უნგასა და ხინტოს. უნგა, ხინტო. გაგიჟებულები იყვნენ მშობლები, ახლობლები, ნათესავები, მე ხელი ჩაიგდეს ალბათ როჩი, მუნჯია და 5 წლამდე ვიყავი. 5 წლის წინ გამიხსნა. ეს ყველაფერი ტემში უნდა დავიწყე ლაპარაკი არ გავჩი. საინტერესოა, რამ განაპირობა თქვენი პროფესიული არჩევანი და ფაქტობრივად აირჩიეთ ქორეოგრაფია. იყვარდათ ბავშვობიდანაც. ბავშვობიდანაც მიყვარდა, განაპირობა იმ მდგომარეობამ, რომ მუსიკალური ოჯახი იყო თუ მაშინ ასაკუთრებდი ხა. მამაჩემის მხრიდანაც, დედაჩემის მხრიდანაც. მამაჩემის დედა, ჩემი იყო დაბადებული 1904 წელში და ალბათ მშობლები რომელ წელში ისაუბრა 18 წლების საუკუნის 19 საუკუნის გარკვეულ წლებში. ბაბუაჩემი თურმე გარემოზე უკრავდა ძალიან კარგად. ყავდა 7 მამიდა და 1 გიზა. ერთ-ერთი მამიდა კიდე იყო ძალიან მუსიკალური, იყო
სიბებიანი საკრავების ანსამბლის ხელმძღვანელი ქალაქ გორში. დედაჩემის ორი ძმა, ორივეს უნივერსიტეტში მოდა დამთავრებული, ორივე მღეროდა კავსაძესთან პირველ ხმას ორივე იყვნენ სოლისტები. ესე იგი ამანაც განაპირობა ჩემი მომავალი ხელოვნებასთან დაკავშირება. სულ ყველაფერი არის. 5 წელს ავიღავით, რომ მისთვის ეს ზარმო გორის ციხის გარშემო რაც სახლები იყო. ყველა ზოგისაც ჩვენ გადავიყვანეს ეკატერინე ჯუღაშვილის ქუჩაზე. ამასობაში უკვე სკოლაშიც მივედი. იყვანისთანავე დედაჩემი იყო რაღაც საინტერესო ქალი დაბადებული შვილებისთვის. მაშინ მეორე კლასიდან მივიყვანეს ცეკვის სკოლაში, ცეკვის ჯგუფში და ამავე დროს კიდე უსწავლო სკოლაში. ორივე ძალიან ადვილად ამ პატარა ბავშვმა ადვილად გავართვეთ არის, ძალიან ადვილად. ცეკვაში ძალიან ძლიერი ვიყავი და მუსიკალურ სკოლაში ძალიან კარგი მონაწილე. მაგრამ რა თქმა უნდა, ცეკვა და ცეკვა იყო ჩემი ხუბი ბავშვობიდანვე რაღაცა საინტერესო ბავშვი ვიყავი. გამომდინარე იქიდან დასაწყისებლად იგონებს თვითონ მასწავლებელი, რეგულების მშობლები იგონებენ თვითონ სკოლის მასწავლებლები და ხელიდან ხელში გადავდივდი ეს ძალიან პატარა ვიყავი, ძალიან დაბალი ვიყავი. ძალიან დაბალი სკოლაში, კლასში ფიზკულტურის მასწავლებელი წონებული იოსებ ქომელაშვილი გოგოების ბოლოს მაყენებდა. ბიჭების ბოლოს კი არა, გოგოების ბოლოს მაყენებდა ხომ ისე დაბალი ვიყავი. მე 11 კლასში ავყარეთ და მეორე კლასთან დაწყებული 76 წლის ჩათვლით არც ერთი რეპეტიცია არ გამიცდენია და არც ერთი დღე არ გამიცდენია. ისე გინდა ავად ყოფილიყავი, გინდა სება წაიღო თელი ჩემი ცხოვრება თელი სიცოცხლე. კარგი გაგებით. და მიხვდით, რომ ფაქტიურად ეს იყო თქვენი პროფესია. ეს იყო ჩემი ნამდვილი პროფესია და ჩემი ყველაფერი, ტანითაც ყველაფერი შეხებულ მერე ცოტა დამშვიდი თავიდან პატარა ბიჭი ვიყავი, მაშინა ქუჩური და რამისი არ იცოდნენ, მაშინ იყო აი მაგარი დაგერდა ჯამსა და აი ბოქსზე ძახმები მაშინ. შეუგრძნე გარშემო და ეს ყურები დარჩებო და დაწყვეტილი და დამარხოს ხუშა. ბავშვობიდან დაგარდა. ხუშა. დღესაც არ ბავშვებს შევეკითხე, რა ქვია ბავშვებს სტუდიაში შევეკითხე, რა ქვია თვიგის მასწავლებელი. აბა კიდე რა ქვია და სულ აუვარდება ხოკოი და ზოგი როგორ მეძახის ხუშას და ყურა. ხო, რა თქმა არა, საერთოდ გორმაიცის რო ეგრე ამბობ. გორში ახლა ადამიანი არ არის, ვიბადება გორში სამშობლოში. ბავში რამდა დაარქვა, გაიზრდება და გორელებს უნდა არქევენ. ეგრე და ყველას თავისი კლიჩკა აქვს გორში. გორში ნამდვილი გორელი არ ამწამსო იმაზე მისახელი არის. საწყელი არაფერი. ბატონმა თენგიზმა ოჯახი 1986 წელს შექმნა. მისი მეუღლე ქალბატონი ლელი ოქროპირიძე. ისინი 16 წელია რაც ერთად ცხოვრობენ და ერთმანეთთან ძალიან კარგი ურთიერთობა აქვთ. როგორც გაირკვა, მათ ერთმანეთი ერთ-ერთ საიუბილეო საღამოს გაიცნეს. ბატონ თენგის ოჯახში სტუმრები ჰყავდა დაპატიჟებული. ქალბატონი ლელიც მათთან ახლობელს მიუყვანია სტუმრად. საბოლოოდ კი სტუმარი ქალბატონი 3 წლის შემდეგ ოჯახის დიასახლისად იქცა. შეგვახვედრა ერთმანეთი და ბოლოსდღეაც კარგი დიალოგება გადაწყდა შეშობილობა და ოჯახის შექმნა. სარიელი ოჯახი მაინც ოჯახად ვაქციეთ, საფშეთა ყველაფერი აქვს. ერთი ამასთან თუ შეიძლება იმური გაურიო, ოჯახი მე დაიჭრა ესეა, ოჯახი მაქვს და ოჯახში უსიამოვნება არ მოსულა. მაგას ვერ უნდა დაიჭრა. ნუ აბსოლუტურად ვერ ჩემი მეგობარი და ახლობელი და ნათესავი და ის კიდე ყველა ოჯახში რაღაცა თვითონ ქოთალიო რაღაცა ყველა ვიცი. ეხლა ეს ჩვენი ეს სირეციონი თინა ფალენიშვილი დამსახურებული ექიმი ირაკლი ოქროპირიძის ცნობილი დამსახურებული ომის მონაწილე კაცი საქართველოში ერთ-ერთი უძლიერესი პიროვნება, რომელსაც მიღებული ჰქონდა 9 ორდენი. ორდენის კავალერი, მაგრამ რესპუბლიკაში საერთოდ არ არის. და თუ რამე უსწრებო მომენტი ხომ ოჯახში ორივე სულ ჩემ მხარეზე იყო და სულ შეუგლებოდა. ამერიკაც ვერაზოს რეჟისორი ჩვენა. ახლა ჩემს იდეაზად სიმღერა უყვარდა და უყვარდა რომ ვეროდი უკრავდი. პიანინო იყო თუ გიტარა თუ ხანდახან აკადემიას გაუწევდა.
უხალოდ ჩემთან სიახლოვე ჩემთან დროსთან ერთერთ მოგვიდა რაღაც უსიამოვნება და მე აღარ გავჩერდები, არ გავჩერდები, წავასაკმო, დღეს ახალთან მიბრძანი სადაც მე დღეს საცხოვრი იქნება. სახში ქეიფობს და მეზობლის ბიჭი შემოგვეცხოვა. რეგეც სახი სელაპასი სახი. ყველა სულს, სელაპასი ყველა სულს ძალიან იუეთ სავსე ბიჭი რა. ივანიჩო, ლენდა პოშ სადარი, ავახვენები. ახალი როგორც ახლა უგაპინებინეთ კამასაულა სარელი შავპიერო და ქჩება პიანო დერჩი მომაჩები საერთოდ დერჩი აჩუქი ეს მარტო პიანო და ქჩება შავი პიანო ეგ იყო და გავარდი ახლა გორში ხმარ მასელებამ რა უთხრა თემის და ესე და მე ხე გორელსაც მეტი რა უნდა რა მაგრამ ყველაფერი კარგად დამთავრდა ყველაფერი კარგად თიკო ყავს ქალბატონი ლელი პროფესიით ბიოლოგია, თუმცა ამჟამად დიასახლისია. იგი მთელი დღის განმავლობაში ოჯახში ფუსფუსებს, რადგანაც მეუღლე სულცეკვითაა დაკავებული, საოჯახო საქმიანობა სულ მან იტვირთა. თუმცა ბატონი თენგიზი კარგი კულინარი ყოფილა, მას ძალიან ყვარებია გემრიელი სადილების მომზადება. ეს საკმაოდ ბევრია, იმდენად ბევრი რომ ჩამოთვლი შეუძლებელია. უარყოფითი როგორც ყველა მამაკაცი ამასაც გააჩნია, მაგრამ ისეთი მნიშვნელოვანი არა რომ აი აღნიშნო რამ განსაკუთრებული არაფერი არ აქვს. ისე ზედმიწევნით კეთილია, ავალია, ძალიან მოსიყვარულია ოჯახში. უარყოფითს ვერც ვიტყვი ალბათ. საინტერესოა მაყურებლისთვის როგორ გაიცანით ერთმანეთი და როგორ შექმნით ოჯახი. ეს იყო წელი აღარ მახსოვს, რომელი წელი იყო გაცნობის წელი. იუბილეი იყო რაც. სამი სამოჯახში ხდებოდა ეს და ჩემ მახლობელთან ერთად ვიყავი და მთხოვა რომ გამოვყევიო იუბილეაო და მივეხმაროთო. და წამოვედი მეც. ეს რაღაცნაირად მოხდა მე დავახლოვით ამ დღის შემდეგ. ცოტას მეც მღერი, ალბათ მოგესწრებათ თენგიზიც მღერი სება საკმაოდ კარგად. რაღაცნაირად შევიწყეთ ხმებში. და ამის შემდეგ ძალიან ხშირად ხდებოდით ხოლმე ეს. ოჯახში დაბადების დღე იყო თუ რაღაცები და ამის შემდეგ დავახლოვდი ძალიან. ეს ალბათ 3 წელი გაგრძელდა ეს ჩვენი ურთიერთობა და 3 წლის მერე შევხვდით. საერთოდ ესე მოვდივართ. საინტერესოა სულ დაკავებულია ფაქტიურად, დაკავებული იყო წლების განმავლობაში ბავშვებთან ურთიერთობაში, ქორეოგრაფია და ბავშვების ყავდა თავისთავად. რამდენად გეხმარებოდათ ოჯახურ საქმიანობაში იგივე სამზარეულოში, თუნდაც ბავშვის გარდაში? ბავშვის გარდაში რა მოგახსენებოდა? სამზარეულოში ზომიერად მეტად მეხმარებოდა, ვიდრე საჭირო იყო. იმდენად მეტად რომ ხელსაც მიშლითავდა ყოველთვის და მიშლისებდა. ეხება კულინარია ძალიან კარგად. ეს ფორმაციც ალბათ მე მგონი ძალიან ხშირად ეხმარება თავის მეგობრებსაც, ჭრია თუ ხდება და ძალიან კარგი. საინტერესო აგრეთვე იყო თუ არა ეჭვიანი, ან თქვენ თუ არ იყავით მის მიმართ ეჭვიანი? მაგის საბაბს არასდროს არ მაწევდა რომ ჩვენ ყოფილიყავით. არც თვითონ არ არის. ბატონ თენგისა და ქალბატონ ლელის ერთი ქალიშვილი ჰყავთ თიკო, რომელიც 13 წლისაა. ის პატარაობიდან იწყებს ცეკვას და სურს მამასავით გამოვიდეს პროფესიონალი მოცეკვავე. თუ რამდენად მოახერხებს ბავშვობის ოცნების განხორციელებას, ამას მომავალი გვიჩვენებს. 20 ოქტომბერს თენგიზ ბაინდურაშვილი 55 წლის გახდა. გადაცემის ბოლოს ვულოცავთ მას დაბადების დღეს, ვუსურვებთ შემოქმედებით წარმატებებს. ბატონი თენგიზი კი თავის მხრივ რეგიონის მოსახლეობას ამ წინასაარჩევნო ციებ-ცხელების დროს სიმშვიდის შენარჩუნებისაკენ მოუწოდებს. ის მოსახლეობა ერთმანეთი არ შეეჭამოთ, არ დაეჭამოთ რა. იქ ოპოზიცია, იქ სახელმწიფო ბლოკი. ხო თავიდან ხო არ იყო ეს საქართველოში, ხო სულ ძმები იყვნენ, ხო გატან გამოტანა იყო ყველაფერი ხა, რა ხადაგლები ერთმანეთ არიან. ეხლა რომ უცხირეთ აზერბაიჯანში ამოვლენები განვითარდა. აი ხა პირადად მე იმისა მეშინია, აქ პროგრესია რამდენი სიცხლეები და კიდე რაღაცა არ მოხდეს რა. აი მაგის შიში მაგ და მაგის ბერგი მაგ რატო არა და იყოს რომ ჩვენა ქვეყანა მეტგან ნაბუძი ისეთ მომარებაში იყოს ხალხი რომ აი
ხორცის რო თავის ფასი კონდეს და ჭირსაც თავის დროზე თავის ფასი კონდეს. თორე ესე თუ შედავჭამეთ ერთმანეთთან, შეიძლება რა უნდა ვუსვრო. შვილებს მეტი რა უნდა ვუსვრო, გატან გამოტანის მეტი რა უნდა ვუსვრო. სიცოცხლე და სიყვარული უნდა ვუსვრო. ჩვენი გადაცემა დასასრულს მივახოლდა. ჩვენ ერთ კვირაში კვლავ შევხვდებით ერთმანეთს და ისევ თქვენთვის საინტერესო ნაცნობ სახეს წარმოგიდგენთ ოჯახურ